კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში ცოტა ხნის წინ ილია მეორე მაცხოვრის ტაძარში მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს. მანამდე კი უწმინდესი დაუნეტარესი რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა. ქართულ-რუსული ურთიერთობები და ქართველი მეფეების ნეშტის გადმოსვენების საკითხი ძირითადად ამ თემებზე ისაუბრა ორი ქვეყნის პატრიარქმა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ურთიერთგაგებასა და ერებს შორის ძმური კავშირების გაძლიერებას მოიმსახურება. რუსეთის პატრიარქი კი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების თანამშრომლობის შედეგად მოძღვებთან დაკავშირებული პრობლემა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მალე გადაილახება. რუსეთის პატრიარქი ასევე მოხარულია, რომ ხალხის თავისუფალი არჩევანის გზით საქართველოში ცვლილებები მოხდა. კიდევ ერთი განსახილველი საკითხი იყო ვახტანგ მე-6-ისა და თეიმურაზ მე-2-ის ნეშტების გადმოსვენება. რუსეთის პატრიარქის აზრით ეს თემა საზოგადოებრივი დისკუსიების შედეგად უნდა გადაწყდეს და შესაბამისმა კომისიამ ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა შეაგროვოს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ასევე ილია მეორის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. В грузинском храме Святого Георгия во время своего визита